მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მომბრძანება ჩემს სახლზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ზაფხულის სხეულის მოვლის რუტინის შესახებ. შხაპის რუტინა რომ მქონდა შარშან ეგ მახსოვს, მაგრამ მე გიმოდი რატომაც არა, სეზონისთვის აქტუალური თემაა და ერთ ვიდეოს კიდე ჩავწერ, რამდენიმე საინტერესო პროდუქტი მაქვს, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ და თან ცოტა რუტინასაც მივყვეთ. მოდით თანმიმდევრობით დავიწყოთ წმენდით და ამ თემასთან დაკავშირებით პირველი რაც უნდა ვთქვა არის ის, რომ ძალიან გთხოვთ გამოიყენეთ რეალური გამწმენდი. ზაფხულის სეზონზე გამოიყენეთ რეალური გამწმენდი. ის ქოქოსის არომატის შხაპის ლოსიონი რო გაქვთ, რომელიც არ ქაფთება და უბრალოდ სულისთვის არის. ეგ კანს არ წმენს. ეგ საკმარის წმენდას არ გაძლევთ. მით უმეტეს ამ სეზონზე, მით უმეტეს მომატებულ ცხიმიანობას და ოფლიანობაზე. საშუალო სიძლიერის სულფატებთან. იმას არ ვუბრუნ კანის ბარიერი უნდა დააზიანოთ და ბუნებრივი ზეთები რაც გაქვთ კანზე, მოიშოროთ ყველაფერი რაღაცა ძალიან უხეში გამწმენდით. არა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, გამოიყენებთ მინიმუმ საშუალო სიძლიერის სულფატებით მაინც გამწმენდი. აი ძალიან დაწყებული ამ ბოლო დროს, აი დალსა აქვს მაგალითად ძალიან ბევრი ულამაზესი და უგემრიელესი არომატებით და პარფიუმით და ეს და სულფატებს გარშე, მილიონ სხვა ვერსიას ნახავთ, აი თუნდაც აქ DM-ში ან როსმაში თაროებზე დალაგებულს. ეგ თქვენს კანს ისე არ ასუფთავებს, როგორც საჭიროა ამ სეზონისთვის. იმ ბაქტერიებს, რომლებიც ახლა ოთხზე და ცხიმიანობაზე განსაკუთრებით მოიმატებს კანზე, მით უმეტეს ვისაც კერატოზის პილარისი გაქვთ, ანუ ეს მარწყვის და გასმის ვარძლის კანსაც ეძახიან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეალურ გამწმენს გამოიყენებთ. ეს ქოქოსი, რას გადავეკიდე ამ ქოქოსს, მაგრამ ეს ქოქოსის არომატის გამწმენდი არ არის საკმარისი. თუნდაც კვირაში ერთ-ორჯერ მაინც სალიცილის გამწმენდი არაჩვეულებრივი, მაგალითად CeraVe ძალიან კარგი პროდუქტი აქვს. მე მგონი La Roche-ესაც აქვს ძალიან კარგი არჩევანი. ანუ რაღაცა უფრო ძლიერი გამწმენდი აუცილებლად გჭირდებათ. თუმცა ახლა როცა მზისგან დამცავს გამოიყენებთ, როგორც სახეზე არ დაიტოვებთ საღამოს რუტინაში მზისგან დამცავს და არ დაიძინებთ ამ ფილტრებით სახეზე, იგივე ეხება თქვენ სხეულსაც. თქვენი სხეულის კანანაც ისე უნდა ჩამოიბანოთ და ჩამოიშოროთ. მზისგან დამცავი ფილტრები, ლოსიონები, გელები, კრემი, ყველაფერი, პარფიუმი, რაც გამოიყენოთ დღეს განმავლობაში, როგორც სახის კანზე ზრუნავთ საღამოს რუტინაში განსაკუთრებით, იგივე ეხება თქვენი სხეულის კანსაც. მით უმეტეს ახლა როცა ძალიან ძლიერი UV სტრესის ქვეშ არის მთელი სეზონის განმავლობაში თქვენი კანი. ამიტომ კანის მოვლა, როგორც სახეზე, ისე სხეულზეც იწყება მისი სრულფასოვანი გასუფთავებით. ამიტომ ძალიან გთხოვთ კვირაში ერთ-ორჯერ მაინც, თუნდაც სალიცილის გამწმენდი იქნება, ან უფრო ძლიერი გამწმენდი, ეს ყველაფერი სულფატების გარშე სულფატებს არ შეიძლება. აკნეს გაიჩენთ, კერატოზის პილარის გაიჩენთ, არ შეიძლება. მარტო თვითონ უშუალოდ გამწმენთ საშუალებებსაც არ ეხება ეგ. აი, გამოიყენეთ ლუფა, გამოიყენეთ სხეულის ჯაგრისი. ვიცი რომ ის რაც ტრადიციული ფუმფულა გამწმენდები რაც არის ერთად შეკრული, ცოტა ბაქტერიისთვის ესეთი თემა არის. საშუალებში არ უნდა დაგრჩეთ, ორ თქლის ქვეშ არ უნდა იყოს ყოველ ორ თქლზე ტემპერატურის ცვლილებაზე, იმიტომ რომ ბაქტერია დაგროვდება შიგნით და არ იცი როდის დაგროვდა ეს ბაქტერია შიგნით, თვალით ვერ ხედავ. ორი გამოყენების შემდეგ, სამი გამოყენების შემდეგ, როდის უნდა გადააგდო. მე მაქვს, იმიტომ რომ ფეხებზე და ქუსლზე მაინც მიყვარს ხოლმე მაგისი გამოყენება, მაგრამ საშაპეში არ მიდევს. ესეთ ადგილზე მაქვს ჩამოგიდებული, რომ ჰაერზე მაშინვე შრება და ხშირად ვცვლი ხოლმე. მაგრამ აფრიკანეთს ეძახიან, არ ვიცი ქართულად. ახალი პროდუქტია თქო, არა, მაგრამ თორე გამოწერა მაინც შეიძლება ეს ამ შეკრული არ არის ერთად, დაახლოებით იგივე თემა არის, რაც ეს სხეულის ჯაგრისები, მაგრამ ერთად არ არის შეკრული და მარტივად შრება და ბაქტერია ნაკლებად გროვდება, რა თქმა უნდა, შიგნით. ესე ძალიან ზურგისთვისაც კარგია, ანუ ზომა არის ესეთი, რომ ცალკე ჯაგრისი არ გჭირდება ზურგისთვის, ის შეგიძლიათ ზურგისთვის გამოიყენოთ. ეგ კარგი არჩევანია. ან მე როგორც იქნა ახლა მაღაზიებშიც უდევთ უკვე DM-ში და ონლაინ შეკვეთა აღარ არის საჭირო და მთელი სულით და გულით რასაც გირჩევთ, არის სილიკონის ჯაგრისი. მეგობრებო, ნული ბაქტერია. ნული ბაქტერიის საშიშროება. არ უნდა გამოცვალოთ, არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ აი საშხაპეში ხوار დამრჩა და იქ ხوار და ჰაერზე და გაშრეს. სილიკონია. როგორც აი სახის სილიკონის გამწმენდი მასაჟორები. აი ეგეთი სხეულისთვის. არაჩვეულებრივია. თუ კი რამის ყიდვას გირჩევთ ამ ვიდეოში, აი ეგ არის ერთადერთი პროდუქტი, რაზეც პირველ რიგში გეტყვით, რომ აი ნამდვილად 100%-იან ეგ უნდა გქონდეს ყველას. ქალს, კაცს არ აქვს სქეს და ასაკს მნიშვნელობა. ეგ პროდუქტი ყველას უნდა ედოს საშხაპეში. აი იდეალური რამეა. უფრო მეტად რატო არ არის გავრცელებული და უფრო მეტი ადამიანი რატო არ ლაპარაკობს ამის შესახებ და უფრო მეტმა რატო არ იცის და უფრო მეტი რატო არ აპიარებს. ეგ მიკვირს მართალი რო გითხრათ. არაჩვეულებრივი რამეა. ძალიან კარგად ქაფთება. არ რჩება შიგნით პროდუქტი და ქაფი. ანუ როგორც აი ისიც სუფთავდება და იწმინდება. და რაც თავარია ბაქტერიის გარშე. ვისაც აკნე გაქვთ, დეკოლტის და ზურგის აკნე გაქვთ განსაკუთრებით, თქვენთვის არის ნომერი პირველი და ინტიმური ზონისთვისაც საუკეთესო არჩევანი. აი თუ კი რამე, აი ეგ. დარწმუნებული ვარ, სხვა ბრენდებსაც აქვთ, ონლაინს ნახავთ, არ ვიცი თუ გაქვთ ინახავთ საქართველოში რომელიმე აფთიაქს აქვს, რომელიმე ბრენდს აქვს, ან რომელიმე საიტიდან გამოგიწერიათ, რაც საქართველოში მარტივად ჩამოვა. სიამოვნებით შეგვიხმიანთ კომენტარებში და სხვებსაც უთხარით, რომელი ბრენდია და გაუწევდით რეკომენდაციას. ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა.
სილიკონის ჯაგრისი. ოდნავ უფრო დიდი ჯაგრისი. ერთადერთი ამ პროდუქტზე იმას ვიტყოდი, რომ ხელის მოსაკიდი რო უკეთესი ქონდეს, აი უფრო პატანო ხელის მოსაკიდი არ არის, რა თავი რაც არის ჩამოსაკიდია უფრო. ანუ ხელის მოსაკიდი რო უკეთესად ქონდეს, უფრო პრაქტიკული იქნებოდა, იმიტომ რომ უკვე აკაფებული ხელებით სრიალებს მე ცოტა. სილიკონია. ერთადერთი მინუსი მაგას მოგუძებნი მაინც. ეს გავავრცელოთ. ეს ყველა უნდა, ეს ყველა ქალს უნდა. ნუ ქალს რა, ქალს კაც არ აქვს, მაგრამ ეს ყველა ქალს უნდა გქონდეს. ნუ პილინგის ხელთათმანები არსებობს კიდე. ეგ მე მართალია რო გითხრათ ხა დეკოლტეზე და უფრო ესეთ მგრძნობიარე კანზე მაგას არ ვიყენებ, ჩემთვის ძალიან უხეშია ეგ ამბავი, მაგრამ იდაყვებისთვის და მუხლის თავებისთვის და ქუსლებისთვის მიყვარს მაგისი გამოყენება. ეგეც ისეთი თემაა, რომ უფრო ხშირად უნდა გამოცვალოთ ეგეც, მაგრამ აი განსაკუთრებით თუ ავტორუჯისთვის კანის მომზადება გინდათ და თქვათ რაღაცა პილინგის პროდუქტი არა გაქვთ სახლში, მაგისტვის არაჩვეულებრივია, სწრაფი, კარგად ასუფთავებს და აშორებს მკვდარ უჯრედებს. მაგისი გამოყენებაც მიყვარს, ეგეც მაქვს. ზამთარში მართალია რო გითხრათ, მაგ პილინგ ხელთათმანებს უფრო ნაკლებად ვიყენებ, მაგრამ ზაფხულში უფრო კარგია განსაკუთრებით ასეთი ადგილების მომზადება, როცა გინდათ ანუ იდაყვები მუხლის თავები ავტორუჯისთვის, იმიტომ რომ აქ ძალიან მარტივად ყვითლდება კანი ავტორუჯის ქვეშ და არათანაბარ ფერს ტოვებს კანზე, ამიტომ კანის მომზადება მასადროს ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ პროდუქტი მაგისთვის პროდუქტი თუ მოგეთ ეს პილინგი ხელთათმანი მაგისთვის ძალიან კარგი არჩევანია. ან პილინგი როგორც პროდუქტი, მე მაგალითად დავის პილინგი მიყვარს, ბრინჯის პილინგია. ეგ ძალიან კარგი პროდუქტია. ზედმეტად უხეში არ არის, ნუ დეკოლტეზე მაგასაც არ ვიყენებ მაინც, მაგრამ აი ხელებისთვის, ფეხებისთვის ძალიან კარგია. კვირაში ერთხელ რაღაცა ეგეთიც გამოიყენეთ ძალიან. მოკლედ, მინიმუმ საშუალო სიძლიერე სულფატები, AHA, BHA რაღაცა გამწვენდები, მექანიკური პილინგი, ან ხელთათმანის ფორმით, ან პროდუქტი პილინგის ფორმით, ჯაგრისები და განსაკუთრებით სილიკონის ჯაგრისი, ეს საშხაპის თემები რაც არის. საშხაპიდან რო გამოხვალთ, დამატენიანებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო ნამიან გაზზე თუ გამოიყენებთ, კიდევ უფრო უკეთესი. არ დაგავიწყოთ იდაყვები მუხლის თავებით, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ შემდეგ ავტორუჯზე აპირებთ გადასვლას, ამ ადგილების დატენიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დამატენიანებელს რაც შეეხება რაღაცა უფრო მსუბუქი, სასიამოვნო ამ სეზონისთვის ისე რომ არ გაიწებოს კანი და ტანსაცმელი არ მიგეწებოთ. დამატენიანებელზე მე მაგალითად ნოიტროგენას, ჰიალურონის ხაზიდან მიყვარს, სხეულის ბუსტერები, ლოსიონის ტექსტურით, გელ ლოსიონის ტექსტურით, რომლებიც აქვთ საკმაოდ დიდი მოცულობა ფამფის თავსახურით, ძალიან სასიამოვნო პროდუქტებია, მაგრამ თქვენ ფავორიტი ბრენდი, რაღაცა ლოსიონი, რაღაცა მსუბუქი. ვიცი რომ ბევრს გიყვართ ქოქოსი, დღეს ქოქოსზე ვართ გადაკიდებული. ქოქოსის არომატით სუნი ლოსიონები, თქვენი სხეულის პარფიუმის სპრეის ქვეშ, თქვენი პარფიუმის ქვეშ სურნელის გასაძლიერებლად, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ვიწყებთ თქვათ დღის რუტინიდან დილის რუტინაში რაღაცა ეგეთის გამოყენებას. ხშირად სამწუხაროდ ეგეთ პროდუქტებს საკმარისი ტენიანობა არ აქვთ კანისთვის, მაგას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ სუნის შესანარჩუნებლად ხშირად საკმაოდ ძლიერ ალკოჰოლებს იყენებენ ხოლმე შიგნით, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი ფავორიტი ლოსიონი სხეულისთვის, რომელსაც აი სუნისთვის უფრო იყენებთ, ასევე საკმარის დატენიანებასაც აძლევს თქვენს კანს. ან შეიძლება იდაყვებზე, ქუსლებზე, მუხლის თავებზე, მაინც რეგულარული დამატენიანებელი, რაღაცა ვაზელინით, რაღაცა მინერალური, რაღაცა უფრო ძლიერი შეიძლება უფრო დაგჭირდეთ და უფრო რიჩ ტექსტურის გამოიყენოთ და შემდეგ ზემოდან ეს რაღაცა მსუბუქი სუნისთვის რასაც იყენებთ, მაგრამ დარწმუნდით, რომ ეს ზაფხულის გემრიელი სუნებით ლოსიონების სხეულისთვის ასევე საკმარის დატენიანებასაც გაძლევთ, იმიტომ რომ კარგი სრულფასოვანი გასუფთავება კანის და დატენიანება, მით უმეტეს მძიმე UV გამოსხივებით დაზიანებული, გადატვირთული, გაუმშრალი კანისთვის საღამოს რუტინაში მაინც ძალიან მნიშვნელოვანია კარგი დამატენიანებელი და ხშირად ესეთი სასიამოვნო სუნის ლოსიონებს ისეთი ძლიერი და ყოველთვის არა აუცილებელი თემა არ არის, მაგალითად ბალიას დამატენიანებელი მაქვს სხეულისთვის, სხვადასხვა 40% ზეთებით არის შეგნით, ისეთ სასიამოვნო გლოუს იძლევა და ასევე ძალიან კარგ დატენიანებასაც და სასიამოვნო სუნი აქვს კიდევ ბევრ სხვადასხვა პარფიუმში, არომატში აქვთ არჩევანი. ანუ დარწმუნდით, რომ მხოლოდ სუნისთვის არის მევთ პროდუქტს და თან დატენიანებასაც აძლევს თქვენს კანს. და ეს დამატენიანებლები შეიძლება ასევე შემდეგ ავტორუჯის რუტინაზეც გადავიტანოთ. მე წელს რატომღაც არ ვარ ავტორუჯის ხასიათზე, არ ვიცი რატომ, მე თვითონაც არ ვიცი. არ დამიწყია ჯერ არ ვიცი წელს რატომღაც სანაცვლო წელს არა ვარ ავტორუჯის ხასიათზე, მაგრამ თუ ახლა იწყებთ ავტორუჯის გამოყენებას, თუ მიხვდით, რომ მზის რუჯისგან ავტორუჯზე უნდა გადმოხვიდეთ და შემოგვიერთდით და welcome გვიხარია თქვენი აღდანახვა ძალიან. მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალება რომ დაიწყოთ ავტორუჯის გამოყენება და მიეჩვიოდეთ, იმიტომ რომ ავტორუჯისთვის კანის მომზადება საკმაოდ დიდი რუტინაა. პილინგი გჭირდება, კანის კარგად გასუფთავება გჭირდება, დატენიანება, შემდეგ პროდუქტს წაისხმევ, შემდეგ უნდა დაელოდო, ბევრი მათგანი ისეთია, შემდეგ უნდა ჩამოიბანო, მე ისევ თავიდან კანი დაატენია. მთელი დღე გჭირდება ხოლმე მაგ ერთი რუტინისთვის ხანდახან. ამიტომ დამატენიანებლები, რომლებიც მსუბუქ ფერს გაძლევენ.
თანდათან გამოყენებასთან ერთად. Nivea-ს აქვს, Dove-ს აქვს, ბევრ უფრო, აი Sephora-ზე რო იყიდეთ ისეთ ბრენდებსაც აქვს. ფასის კატეგორია ნაკლებად მნიშვნელოვანი. თავარია იპოვოთ რაღაცა ისეთ, რაც თქვენი კანის pH ბალანსზე კარგად დაჯდება. მან ცოტა მიჭირს რეკომენდაციის გაკეთება. მე Dove-ის პროდუქტი მომწონს ძალიან, Nivea-ს პროდუქტიც მომწონს, მაგრამ ძალიან რთულია ვინმე სურჩი, იმიტომ რომ კანის pH ბალანსი არის ძალიან ბევრი დამოკიდებული. როგორ ფერზე დაჯდება თქვენი ავტორუჩი. აი ხშირად ნახავთ ავტორუჩს განსაკუთრებით როცა ეხება საქმე, ვიღაცა აი აქებს და ადიდებს და მისი აბსოლუტურ ფავორიტია და მეორე აი ყვითელი კანი. ანუ როგორ მოამზადეთ კანი, რამდენად სუფთა კანზე წაისვით, როგორ გადაინაწილეთ. ძალიან ბევრ ამას საქმეშობა, ანუ პროდუქტის რეკომენდაციაზე მეტად იმას გირჩევთ, კანი მოამზადეთ კარგად. ეგ უფრო მნიშვნელოვანია ხშირად. მოკლედ, აი ესეთი თან კანსაც ატენიანებს და თან ნელ-ნელა ფერსაც გაცლებთ. არაჩვეულებრივი ძალიან მარტივი, შენაკ არ უნდა ჩამოიბანოთ და მთელი დღე არ უნდა დაუთმოთ მაგის რუტინას. ვინც ეხა გადმოხვედით ავტორუჩზე, ან თქვენს ჩემს გაზარმაცით ამ ზაფხულს არ ვიცი და ძალიან გეზარებათ ეს 7 საათიანი ავტორუჩის რუტინა ყოველ ორ კვირაში ერთხელ. დამატენიანებლები, რომლებიც თან ფერს აძლევს კანს. ძალიან მარტივი, ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური. SPF-ები არ დაგავიწყეთ, ავტორუჯი SPF-ი არ არის. ფერი თუ შეგეცვალათ რაღაცა ავტორუჯი თურჯი თუ ეს ანიშნავს, რომ კანი დაცულია. არანაირად მზისგან დამცავი სხეულისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დამწობას როცა ეხება საქმე, ეს მაინდა-მაინც დეკოლტეს და სახეს არ გულისხმობს ყოველთვის, ხო? ამიტომ სხეულისთვის მზისგან დამცავი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძვირადღირებულ ბრენდებთან საერთოდაც არ არის წასვლა საჭირო. Sebamets არაჩვეულებრივი სხეულის მზისგან დამცავი აქვს, Garnier-ის ან Pressolitis-ის ხაზი და მზისგან დამცავებს ვიშდები, Nivea-ს ძალიან კარგი, La Roche-ს არაჩვეულებრივი წყალგამძლე მზისგან დამცავი აქვს სხეულისთვის. მეძრეულად სახაზს თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. მოკლედ, თავარია მზისგან დამცავი. თავარია რომ კარგად საკმარისი რაოდენობით მზისგან დამცავს გამოიყენებთ, განსაკუთრებით ესეთ ადგილებზე, სადაც მზე გხვდებათ დღეს განმავლობაში, როგორც სახის კანზე ზრუნავთ, რომ არ დაიწვათ და ლაქები და ასე შემდეგ, ძალიან გთხოვთ ამ ზაფხულსაც ზუსტად იგივე პრინციპით იზრუნეთ თქვენს სხეულზე. გაითვალისწინეთ, რომ მოერიდეთ მზისგან დამცავებს, რომლებიც რუჯის გამაძლიერებელი ეფექტით მოდის, უმეტეს შემთხვევაში სპრეის ფორმით არის და ზეთოვანია. ზეთი მზესთან ერთად კომბინაციაში არის იგივე, რაც გამადიდებელი შუშა მზესთან ერთად კომბინაციაში. აი, ზეთს რო ისმევთ და მზეზე წვევით. არ ვიცი, SPF 20 Hawaiian Tropics აქვს მგონი რაღაცა ეგეთი პროდუქტი. არ მინდა ახლა თქვა დავაბრალო, მაგრამ მეგონა მაგათ აქვს ხშირად იქით. ზეთი რუჯის გამაძლიერებელი ეფექტით და SPF 20. მეტი რა უნდა გინდოდეს ამ ზაფხულს. აი, გამადიდებელი შუშა დაიდეთ თავზე და დაწექით მზის ქვეშ. იგივე რაღაცას აკეთებთ. ზეთი მაგნიტია მზის სხივებისთვის და UV გამოცხივებისთვის. არავითარ შემთხვევაში. თავს დაიწვევთ ისე, რომ ვერც გაიგებთ. ეგეთი პროდუქტები არა. ზეთებთან დაკავშირებული ეგეთ რაღაცები არა და სხვათა შორის ტუჩის პროდუქტებზე ავწლება ეგ ბევრს და ეგ გაითვალისწინეთ. ვიცი რომ ზეთების ცვენა არის ახლა ყოველს რაღაცა ზეთი აქვს, ყველა ბრენდს, ამიტომ ზეთით მზეზე ტუჩი სხვათა შორის ძალიან მარტივად იწვება და ეს ლაქები შემდეგ ტუჩის კონტურზე სიშავეები ძალიან მარტივად დაინახავთ მე სექტემბერი-ოქტომბრის სეზონზე. ტუჩის SPF-ი არ დაგავიწყეთ. ტუჩის დაცვა არ დაგაწყვეტ და ზეთი როცა გისვიათ ტუჩზე. მზეს ნუ მიეფრთხებით მაინდა-მაინც, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეიძლება რომ ტუჩიც დაიწვათ ზუსტად მაგ ზეთის ბაზისის პროდუქტების გამო. შემდეგ რა თქმა უნდა Glow-ს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ავტორუჯის შემდეგ იქნება თუ ისე Glow-ს ამბები გვიყვართ ძალიან და აქ ხშირად ზეთოვან პროდუქტებს ვიყენებთ რა თქმა უნდა. Glow-ს თემა ხშირად ის არის რომ ხა ზეთოვანი Glow პროდუქტებით იმედია მაინდა-მაინც სანაპიროზე არ მდიხართ, უფრო აი საღამო, წვეულება, ფართი რაღაცა უფრო ეგეთი ამბებისთვის გვინდა ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ეგეთი პროდუქტები, ამიტომ არ არის პრობლემა, მაგრამ თუ სპეციალურად რამეს არ იყიდით, არც არის აუცილებელი, შეიძლება ზამთრის სეზონიდან შემორჩენილი სახის ზეთი გქონდეთ, თქვენი სხეულის დამატენიანებაში რამდენიმე წვეთი ჩაამატეთ და არაჩვეულებრივ Glow-ს მოგცემთ, ცალკე სპეციალურად Glow პროდუქტების ყიდვა არ არის საჭირო მაგისთვის, ან თუნდაც მულტიფუნქციური ზეთები არის, ალვერდეს ზეთი მახსოვთ, ალვერდია მე მგონი, ამის ფოტოს შევაგდებ აქ, დღეს დავინახე რომელიღაცა ბრენდის. ანუ არ არის აუცილებელი სპეციალურად ბოდი შიმერების და რაღაცეების ყიდვა, რამდენიმე წვეთის ზეთი თქვენს დამატენიანებელში არაჩვეულებრივ Glow-ს მოგცემთ, თან ისე რომ სხეულს ფერს არ შეუცვლის თუ ავტორუჯი გაქვთ ან რაღაცა და ზემოდან უბრალოდ მხოლოდ Glow-ისთვის გინდათ რაღაცის გამოყენება არაჩვეულებრივი არჩევანია და წითელი ხალიჩის და ვარსკვლავების მეიქაპ არტისტების ხრიკი SPF სპრეი, ქიმიური SPF სპრეი. ამერიკულ ბაზარზე ნოიტროგენა სპრეი უყვართ სხვათა შორის, ხშირად მოისმენთ ამერიკელი მეიქაპ არტისტების რეკომენდაციას, მაგრამ რეალურად ნებისმიერი ქიმიური ფილტრებით მზისგან დამცავი სპრეი, განსაკუთრებით დეკოლტეზე. თუ რაღაც ესეთ შემთხვევა გაქვთ, რომ სხეულისთვის Glow მჭირდება და შიმერის ყიდვა დამავიწყდა. ან ეს ფერი არ მომეწონა, ეს არ აი ბოლო წუთზე რომ რაღაცა დაგავიწყდა და უცებ გჭირდება. შეირგინეთ აფთიაქში და ეკითხეთ ნებისმიერი ყველაზე ბიუჯეტური ქიმიური ფილტრებით მზისგან დამცავი სპრეი. და არ დაინანოთ. ეგეთ Glow-ს იშვიათად მოგცემთ ბევრი ძვირადღირებული სხეულის შიმერები $40-45 როა წერია Sephora-ზე. ერთ-ერთი საუკეთესო ხრიკი არის განსაკუთრებით დეკოლტეზე და ხელებზე Glow-ს მისაღებად, ისე რომ ფერს არ გიცვლის და აი გლითას გარეშე, ნაწილაკების გარეშე, მხოლოდ Glow. ქიმიური ფილტრებით მზისგან დამცავი
არაჩვეულებრივი არჩევანია. მე სოულისის მიყვარს სხეულის ზეთი შიმერი, Colourpop-ის ბრენდი არის ეგ და აქ ისე გამოყენება მცემონებს და კოლტეზე ძალიან სასიამოვნო. ანუ დიდი არჩევანია, ბევრ ბრენდს ნახავთ, ბიუჯეტურს, წვირადღირებულს, მაგრამ უცებ თუ დაგჭირდათ ესე SPF ფილტრებით საუკეთესოა. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელზეც არ მხვდება, მე გამომრჩა შეიძლება, ეს არის anti-wound-Reib ქვია, გერმანულად, ანუ ხახუნის საწინააღმდეგო სტიკები. ეგეც ყველა ქალს, ანუ ქალს და კაცს არ აქვს ხობა, მაგრამ ყველა ქალს უნდა გქონდეს. ამ სეზონზე. ეს არის სტიკები, რომელსაც იყენებთ ბარძაყებზე, შიდა მხარეს, იღლიებში განსაკუთრებით დულსალტერების, სადაც ლაქებს გვიტოვებს, განსაწითლებს, მძიმე შემთხვევები იღლიებთან აუცილებლად ძალიან მულტიფუნქციური სტიკია. ეგ ყველას უნდა გქონდეს. ეგ აუცილებლად ყველას უნდა გქონდეს. კანის კანზე ხახუნი, განსაკუთრებით ოფლიანობით. იდეალური ადგილი ბაქტერიებისთვის, სიცოცხლისთვის, შემდეგ ლაქებისთვის, ქავილისთვის. ესეთი სტიკები უნდა გქონდეთ ამისთვის ყველას. აუცილებლად. არ ვიცი, მითხარით ქართულ აფთიაქებში ვის აქვს, რომელ ბრენდს სად გინახავთ, რომელი გაგიტესტავთ, რას გავუწევთ რეკომენდაციას. მე ალვერდა სტიკი მაქვს ავწუთას. ძვირიანი სტიკებიც ვნახე. ვერ გეტყვით, რომ რაღაცა სხვაობა დავინახე ამ უფრო ბიუჯეტურ 4-5 ევროიან სტიკებთან. რეალურად ინგრედიენტებსაც თუ გადახედავთ ერთ და იგივე რაღაცა, ეს პარფიუმის გარეშე იყო და მეთქი მოდი რატომაც არა ეხლა ეს კანის კანზე ხახუნი და რაღაცა პარფიუმი რაღაცა ჩავამატოთ შეგნით რაღაცა პარფიუმის გარეშე ავიღე, მაგრამ თუ არ გაწუხებთ პარფიუმი და ეგეც ძალიან გრძნობიარე კანი არ გაქვთ. რეალურად განსაკუთრებული პრობლემა ეგეც არ არის, მაგრამ თუ არჩევანი გაქვს, რატომაც არა, მაგრამ აუცილებლად ჩანთაში ჩასაგდებათ. რეალურად თუ არ იცით, ეხლა არ ხართ დარწმუნებული, გამოიყენებთ, არ გამოიყენებთ, მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ და გავიწყდებათ, ფულით ყובה გადავიხადე, ისე გავიდა სეზონი, რომ არ გამომიყენებია, ვაზელინით დაიწყეთ. ყველაზე ბიუჯეტური. რეალურად ვაზელინის ეფექტის პროდუქტი გამოდის უბრალოდ სოლიდური ფორმით, სტიკის ფორმით, უფრო პრაქტიკული გამოსაყენებელი, ჩაიტანში მარტივად შესაძლოა, არ დადნება ვაზელინი როგორც ტემპერატურაზე, მაღალ ტემპერატურაზე დნება ხოლმე და ხელია უნდა ჩაყოშინდეს, ენა წაისვა და რაღაცა. მოკეთ. აგეს ცოტა უფრო ძვირი ღირს და უფრო პრაქტიკულია და კი ბატონო მესმის, მაგრამ ვაზელინით დაიწყეთ. თეთრი 100%-იანი თეთრი ვაზელინი. ზიაიას აქვს, ბალიას აქვს, არ ვიცი, თვითონ ვაზელინი ჯერ მაგით დაიწყეთ, სადეთ რამდენად გამოიყენებთ, არ დაგავიწყდებათ, ეფექტი რამდენად მოგეწონებათ და შემდეგ რაღაცა უფრო ელეგანტურ დახვეწილ პროდუქტზე შეიძლება რომ გადახვიდეთ. გირჩევთ ნამდვილად. ეგ მართლა ყველას უნდა გქონდეს. ამ სეზონზე ეგ პროდუქტი უნდა გქონდეს ყველას. ნამდვილად საუკეთესო რამეა. ნამდვილად საუკეთესო რამეა. და ბოლოსკენ ერთი-ორი პატარა ესეთი თემის შესახებ უნდა ვიცი, რომ ხრიკი დავარქვათ მოდით. ესეთი რჩევა არის. არ ვიცი, უთქვამს თუ არა ესეც თქვენთვის, რომ მე არ მომისმენია სამწუხაროდ არ ვიცი. ასეთ რაღაცებზე უფრო უნდა ვსაუბრობდეთ, მე მგონი ზაფხულის სეზონზე ვიდრე ეს სოლარიუმი და ეს სოლარიუმი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში შორტებით, მინიკაბებით ჯდომა. მე არ ვიცი ქართული მაგალითად მეტრო რამდენად მოწესრი, არ ვიცი ბოლოს ქართულ მეტროში შევედეს ვერამათა გაგითხარით, მაგრამ აქ აი მაგალითად ეხლა რო წარმოვიდგინე, რომ შაბათის საღამოა, FS Köln თამაშობს ფეხბურთის გუნდი კოლნის და არ ვიცი, მეტროთი მიწევს 16 ან 18 ნომრით კოლნს და ბოლნს შორის მაგალითად მოძრაობა. აი, თუნდაც აი ფეხბურთის საღამოს, კარნავალის დღეებში, სხვა დღესასწაულებზე ისეთი რაღაცეები მაქვს მეტროში ნანახი. მაქს კამებზე ისეთი რაღაცეები ხდება. მე ძალიან მეეჭვება ვინმე ისე ასუფთავებდეს მაქს კამებს, რომ მე რაც მაქს კამებზე მინახავს, ეგ ყველაფერი ჩამოაშორონ იქიდან. ძალიან გთხოვთ, მით უმეტეს თუ აი წითლად გაყარით, აი ბარძაყებზე შორტით როცა ჯდები და ანუ შენამდე რომ ვიღაცა ძალიან აი თელი თავისი ოფლი და სითხე რაც უნდა ყველაფერი რო დატოვა იმ სკამზე და ესე რო ადგა. და მე რო შენი კანი რო ეხება სკამს ისე რო ჯდებიზე. ძალიან გთხოვთ. ან საერთოდ იდექით. ან დეზინფექციის ან სველი ხელსაწმენდი რაღაცა გედოთ და გაისუფთავეთ კანი ან სკამი გაასუფთავეთ ან რაღაცა. მე ვერასდროს ვერ ვნახავთ შორტით საზოგადოებრივ, აი გამორიცხულია. ჯერ ისაც ან უყარ შორტი, მაგრამ საზოგადოებრივ, აი ჩემი კანი რო ეხებოდეს ავტობუსი იქნება, მარშრუტი იქნება, მეტრო არა აქვს მნიშვნელობა. გამორიცხულია. და განსაკუთრებით შემდეგ ინტიმურ ზონაზეც გადადის. ძალიან მარტივად ეგ ბაქტერიები, ძალიან ფრთხილად. ინტიმური ზონის კარგად გასუფთავება განსაკუთრებით ამ სეზონზეც, ამიტომ ნებისმიერ სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სეზონზე კიდე განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ზუსტად ამ სიტუაციებიდან გამომდინარე. ამ ვიდეოსთვის რაღაცებს რო გუგლავდი პროდუქტებს და რაღაცებს ფოტოებს რაღაცებს რო ვეძებდი, ნუ ყველაფერი რაც ინტერნეტთან და Wi-Fi-თან დაკავშირებული ხო გვისმენს და გვიყურებს რას ვაკეთებთ. და შემდეგ TikTok-ზე ამომიგდო ავტომატურად ვაქსერის ვიდეოები, ანუ ეს გოგო ვაქს აკეთებს, ანუ თავის სალონი აქვს. ანუ კოსმეტოლოგი არა, იმიტომ რომ ანუ სახის რაღაცებს და კანის რაღაცებს არ აკეთებს, ანუ ვაქს რო აკეთებს ვიცი. და ინტიმურ ზონაზე აკეთებს, ასევე განსაკუთრებით ხშირად ვაქს. ის გოგო რაღაცებზე ის გოგო ისეთ რაღაცებზე საუბრობდა. დედასპიცა ვარ, იმ დღეს არაფერი მიჭამია. იმ გოგომ მოყვა ისტორიები, ახალგაზრდა გოგოები როგორ ფორმაში მოდიან ვაქსზე. ანუ იმას თმის სიგრძეს ჰიგიენასთან არანაირის ეგ ვინმე არ დაგაჯეროთ. ეგ ვინმე თმის სიგრძეს ჰიგიენასთან არაფერი საერთო არ აქვს. და თვითონაც თქვა, ანუ ჩემთან იმით მოდიხარ, რომ თმა უნდა მოიშორო ეხლა. შენ მე თმის სიგრძით ვერ გამაკვირებ და მაგაზე არ ზუსტ რეაქცია არ მექნება, რას ანუ ეგ რო არის, სამსახური არ მექნებოდა. ანუ ძალიან კორექტულად საუბრობდა ის გოგო. აი თუნდაც
რატო ჯერ ჯიმში რატო უნდა წახვიდე? ივარჯიშო, გაიწუწო, გაიოფლო. და შემდეგ შხაპის გარეშე წახვიდე და დაუწვე ვაქსერს მაგიდაზე. ამ ასეთი ჰიგიენის კულტურა, ანუ ყველაფერი ისწავლება. როგორც ჩანს ეს არის. ყველაფერი ისწავლება. არის დედიკოებულმა მამიკოებმა, ყველამ უნდა იცოდეს ორივე მშობელმა ესეთი რაღაცები და მსგავსი ინტიმური ზონის ჰიგიენა ორივე მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, იმიტომ რომ ну რა ვქნათ ახლა ყოველს არ აქვს ეს ფუფუნება რომ დედასთან ერთად იზრდებოდეს. ამიტომ მამიკოებმაც უნდა იცოდნენ აუცილებლად ესეთი რაღაცები, თუ არ ვიცი ვინც ზრდეს დეიდა იქნება თუ მამიდა, ვინც ზრდეს ბავშვს, ხო? ესეთი რაღაცებიც უნდა, აი ტუალეტის გაღალდი როგორ უნდა გამოიყენოს გოგო. ეგ ისეთი თემა, რომელიც უნდა ასწავლოთ. ანუ მიმართულებას გულისხმობ. როგორ იყენებთ ტუალეტის გაღალდს, გოგო? ეგაა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი ინტიმური ზონისთვის რომ ბაქტერია არ გადმოდის წინ, ეგაა ძალიან, ანუ იმედი მაქვს რომ ყველაზე ზრდასრული ადამიანი უყურებს ახლა ამ ვიდეოს. იმედი მაქვს და თავისუფლად შეგვიძლია რომ მსგავს თემებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ასეთ რაღაცებზე უნდა ვსაუბრობდეთ. ასეთ რაღაცებს უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას და ვის როგორი რუჯი აქვს აგვისტოში. აი ესეთ რაღაცებს უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას და ესეთ რაღაცებს უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას. ამ ისწავლება. ნუ არ ვიბადებით ყველანი ამ ცოდნით, ხო? უნდა გვისწავლოთ, უნდა გვასწავლოთ. გოგოებს განსაკუთრებით. ძალიან ძალიან გხდება. ტუალეტის გაღალდის სწორად როგორ უნდა გამოიყენოს ასწავლეთ. ძალიან გხდება. ამ ხალმა ესეთი რაღაცები მოყვა. თუ ვიპოვე ხა არ გამომიწერია ერთი ამ მომიგდო ესე ვიდეო და არ გამომიწერია მართალი ხა თუ ვიპოვე ისე ჩავაგდებ აქ ვიდეოს და ნახავთ როგორ ქვია მის გვერდს და თან საყვარელი გოგო იყო ძალიან ბოდიშის მოხდით მოყვა ეს ყველაფერი მაგრამ რა ბოდიშის მოხდით ახლა სიმართლე თქვა ხო მოალეთ ძალიან გთხოვთ მივაქციოთ ეგეთ რაღაცებს ყურადღება და ვასწავლოთ ბავშვებს რომ იმათმა შეძლონ შემდეგ როცა თვითონ მშობლები იქნებიან რომ თავიანთ შვილებს ასწავლოთ და ბოლოს თუ მიდიხართ შვებურებაში, ქალაქიდან გადიხართ, არ აქვს მნიშვნელობა და პროდუქტები უნდა წაიღოთ და არ გინდა დიდი ზომის შეფუთვებით წაღება პროდუქტების. მზისგან დამცავი არაფერში არ გადაგაქვთ, არავითარ შემთხვევაში. არ ვიცი ეს 175 ცალი შლოპანცი რო ჩადე, 75 ამოაკელი და სრული ზომის მზისგან დამცავი. თვითონ გამონახე ადგილი. არავითარ შემთხვევაში არ გადაიდამ მზისგან დამცავი თავისი შეფუთვიდან სხვა შეფუთვაში. არავითარ შემთხვევაში. თქვენი C ვიტამინი რეტინოლი, აქტიური ინგრედიენტები რჩებიან თავიანთ შეფუთვაში. ეს პროდუქტები ბაზარზე გამოიტანეს, გატესტილი იმ შეფუთვებში, რა შეფუთვებითაც მოდის. ვითომეტეს pumps და ესეთ შეფუთვებს თუ ეხება საქმე. არ შეეხოთ. არათარ შემთხვევაში. არის რაღაცა სხეულის ლოსიონი, დამატენიანებელი, სახის დამატენიანებელი, რაღაცა განსაკუთრებული აქტიური ინგრედიენტების გარშე, ეგენი კი ბატონო შეგიძლიათ გადაიტანოთ სხვა შეფუთვებში ან რეფილები. მე მაგალითად ხარუხარუს დამატენიანებელს მოვჭი ახლა მეორეს რეფილით. არაჩვეულებრივი რამეა. მხოლოდ რეფილი შეგიძლიათ წაიღოთ, სადაც გჭირდებათ, ისე რომ ზედმეტ ადგილს არ დაიკავებთ და განსაკუთრებული ზონა არ აქვს. მოგეთ აი ეს რეფილები, გადასავსები რაღაცეები, რაც მთავარია აქტიური ინგრედიენტები და მზისგან დამცავები, არაფერში არ გადაიტანოთ. კარგი, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. მოკლე მარტივი ვიდეო გამოგვივიდა. იმედი მაქვს, რომ თქვენ საინტერესო იყო, საინტერესო პროდუქტები ვახსენე. თქვენ სიამოვნებით გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ფავორიტი ხრიკები, პროდუქტები რა არის ამ სეზონისთვის, რაც შეიძლება რომ სხვებსაც გამოადგეს. სიამოვნებით გაგვიზიარეთ ეგეც კომენტარებში. თუ სხვა მსგავსი რუტინის და სეზონის ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ დაგტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაგვცემ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავსებთ არხის გამოწერა ვიდეოს და ლაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს ახლა ყველა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და ნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!